მშვიდობის დათვნათია, მოგესალმებით. Სულ მალე გუდაურში მსოფლიო თასის მორიგი ეტაპები გაიმართება სკი კროსის და სნოუბორდ კროსის დისციპლინებში. მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები საქართველოს კურორტებზე იასპარეზებენ. დაძაბულ და ექსტრემალურ სანახაობას გულშემატკივრები თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში იხილავენ. მორიგი დაძაბული და ექსტრემალური სანახაობის მოლოდინში. გუდაური ზამთრის სპორტის მოყვარულების ყურადღების ეპიცენტრშია. საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტი მიმდინარე წელს მსოფლიო თასის 2 ეტაპს უმასპინძლებს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით 28 თებერვალს და 1 მარტს მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსის, 8-9 მარტს კი სნოუბორდ კროსის დისციპლინებში გაიმართება. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ეტაპების ჩატარება. საერთაშორისო ასპარეზზე ბევრად უფრო კარგად წარმოჩინდება საქართველო. აბსოლუტურად ყველა იგებს საქართველოს შესახებ, რომ შესანიშნავი პოტენციალი არის სამთო სათხილამურო სპორტის მიმართულებით და ზოგადად რეკრეაციულ ნაწილში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. საერთაშორისო ღონისძიებებში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ათლეტები მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირები ევროსპორტსა და სხვა საერთაშორისო მედია პლატფორმებზე მილიონობით გულშემატკივრებისთვის გაშუქდება. გუდაურს არაბთა გაერთიანებული ემირატების გუნდი ეწვია. 22 კაციანი დელეგაცია იაპონიაში გასამართი შეჯიბრისთვის სლალომის, გიგანტური სლალომისა და სნოუბორდ სლალომის დისციპლინებში მოემზადება. აქ ყველაფერი შესანიშნავი და წარმოუდგენლად მაღალი დონისაა. მინდა მთის ტრასების სააგენტოს კარგი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადო. ორგანიზება უმაღლეს დონეზეა. პირველად ვარ საქართველოში, აქ არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებთან ერთად ჩამოვედი. მთის ინფრასტრუქტურა და მასპინძლობის ხარისხი ჩემთვის სიურპრიზი იყო. აქ სავარჯიშოდ ვარ, რისთვისაც ყველა პირობა გვაქვს შექმნილი. წელს 21 დეკემბერს ბაკურიანში მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინებში მსოფლიოს თასის ეტაპი ჩატარდა. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ საქართველოს წარმატებით ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატისა და მსოფლიო თასების შემდეგ ყოველწლიურ კალენდარში ჩასვა. საქართველოს სამთო კურორტები ზამთრის სპორტის მოყვარულთა წრეში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გუდაური საოცარი ადგილია. ჩვენ ძალიან მოგწონს აქაურობა. თქვენ უნდა მოხვიდეთ ამ ულამაზეს ადგილას. ეს ყველამ უნდა ნახოთ. გავმარჯოსთ. გუდაური ძალიან ლამაზია, განსხვავებული სათხილამურო ტრასებით, საკვები და სასმელი ობიექტებით. საკმაოდ ბევრი ხალხია, შესანიშნავი ადგილია დასვენებისთვის. მოახლოებული ტურნირებისთვის განსაკუთრებულად ემზადება გუდაური. გარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა, ხელოვნური გათოვლიანების პროცესი მიმდინარეობს. ტურნირების რეგლამენტის მიხედვით აუცილებელია მაღალი ხარისხის ხელოვნური თოვლი. ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს, უკვე თოვლის წარმოება, ხელოვნური თოვლის წარმოება დაწყებული არის. ეს იმისთვის არის, რომ დავარეზერვოთ მსოფლიო თასებისთვის თოვლი. შესაბამისად, ტრასების მომზადებას უკვე დაიწყება უახლოეს მომავალში. ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულები ვარ და მთელი გუნდი არის იმ მოწოდებით, რომ ხარისხიანი და კარგი ჩემპიონატი ჩატარდეს. საქართველოში FIS-ის ეგიდით ტურნირები უკვე მესამე წელია იმართება. მსოფლიო თასებზე ამ დისციპლინების საუკეთესო სპორტსმენები ასპარეზობენ.